გამარჯობა ყველას. ეს თანამედროვე ძალიან მარტივი, მაგრამ ამავე დროს სანდო მეთოდი მტკიცე, წარმოუდგენლად თბილი და რეკორდულად იაფი კედლების აშენებისთვის უკვე თავის ისტორიას ფლობს. ჯერ კიდევ მაშინ როცა პირველად გამოვიყენე ესეთი კედლები ჩემს პროექტში სახლი $1000-ად, დავფიქრდი მათი გამოყენების ფართო პერსპექტივებზე და იმ შესაძლებლობაზე, რომ ისინი შეიძლება გამოვიყენოთ თუნდაც ჩარჩოს გარეშე ნაგებობებში. გასცენებ, ჩემი პროექტი სახლი $1000-ად აშენებულია ჩადროს ტექნოლოგიით. ამიტომ სპეციალურად ჩარჩოს გარეშე გამოყენების ექსპერიმენტისთვის სასწრაფო დაიგო ორი ნაგებობა, გარე ტუალეტი და გარე საშხაპი. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა დიდი ინტერესი და უამრავი კითხვა გამოიწვია, რომელთაგან მთავარი იყო, შესაძლებელია თუ არა ამ მეთოდით უფრო დიდი ჩარჩოს გარეშე ნაგებობების, მაგალითად სახლის ან აბანოს აშენება. და აი სულ ცოტა ხნის შემდეგ არხის იაშეკოსიაკის სიმღერები მაყურებლებს შეუძლიათ მიიღონ პასუხი ამ კითხვაზე. ვფიქრობ, ეს კადრები ნათლად აჩვენებს, რომ პასუხი დადებითია. ყველაზე ხელმისაწვდომით ვოიჯოლატორის, წებოვანი ნაზავისა და სათაბაშირე მინის ბადის გამოყენებით, მარტივი მოქმედებებით ვიგებთ მასალას უნიკალური თვისებებით, მაგრამ ყველაფერს თავის რიგში მოგიყვებით. ამ ვიდეოს გადასაკებად მომიწია მოგზაურობაში წასვლა. ეხლა გეტყვით სად და რატომ. ცივი შემოდგომის დილა. ომელი სტიანიქედის თავარი მწვერვალი ძლივს იმალებოდა დავალ მოღრმულ ღრუბლებში. მალე ეს ღრუბლები გადაიქცა იშვიათ ნაფლეთებად, რომლებსაც ჰაერის ნაკადები მიწის ზედაპირზე დაატარებდნენ. მივდივარ კონსტანტინთან არხიდან ბატინა უსადიბა. ჩემი ექსპერიმენტების ნახვის შემდეგ მან ვეღარ მოითმინა როგორც მოსაოდნელი ინელი იყო და გადაწყვიტა ამავე მეთოდით ორსართულიანი სახლის აშენება. უჟინ დამირეკა და მიჩიოდა, რომ წებოვანი კაფი გაუთავდა. მანქანა არ მუშაობს, მაღაზიამდე კი შორია. ნახავ მეგობარს, ნახოთ რა გამოდის, კაფით დავეხმარები და რაც თავარია თქვენი ვიდეოს გადავირებ. ასეთი გეგმაა. გასულ ზამთარს აქ უკვე ვიყავი. ეხლა მე თქვენ მას გაჩვენებთ. ყველაზე საოცარ ადამიანს. პიონერს. სხვა სიტყვებით ვერ დაახასიათებ. ხო ხედავ მას. ის იქა მარცხნივ. გაგრძელება? აი ის. გამარჯობა. კაფი მოვიტანე. კაფის სასწრაფო მიწოდება. ასე თქვათ, ეს ყველაზე შრომატევადი საჩუქარია. შრომატევადი საჩუქარი. აირეთ, კილოცავთ დაბადების დღეს. ეს არის ის ძველი, კარგად ნაცნობი მინუსი, მოკლედ. ცოლმა გაიგო, რომ 300 კილომეტრზე ვიღაცისთვის კაფი მიმოქვს და გამომაგდო. ამიტომ ახლა აქ ვიცხოვრებ. აი ტორტი ვიყიდე, ხედავ ამას? ბავშვებო, აირეთ ტორტი, წაიღეთ. აი ტორტი ცოლისთვის არ აგერიოს. თავარი ისა, რომ ტორტი შენთვისაა, კაფი არა. პირიქით. აი კაფი შენთვისაა, ტორტი ბავშვებს და ცოლს. ვაი, ეუბედურება. აი ნახე, აი ნამდვილი მეგობრები. ჩაჩა. თავდაპირველად როცა კამერას ვხდავდი, კონსტანტინე მაშინვე ჩუმდებოდა, ხოლო დიდუმალად ირიმებოდა. ვიფიქრე, იმ დროის განმავლობაში რაც არ ვინახავს ერთმანეთი, განდეგილი მეგობარი სულ აღარ ლაპარაკობს. მოგვიანებით მივხვდი, რომ კედლების ასეთი მეთოდით აშენების შესანიშნავი შედეგის მოლოდინში ისე იყო აღფრთოვანებული, რომ ლაპარაკის უნარიც კი ეკარგებოდა. მალე კონსტანტინე თავის ჩვენ მდგომარეობას დაუბრუნდა, სადაც სიტყვა არასდროს აკლდებოდა. ხან იქ? თავის სამფრობელოებში გამატარა და დაიქვეხნა იმით, რაც იმ დროის განმავლობაში ააშენა, სანამ ერთმანეთს არ ხედავდით. მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. დაუბრუნდეთ სუპერ მეგა იაფ კედლებს. სწორი მეთოდის განხორციელებისთვის თუ პენოპლექსის ფურცლები გლუვია, საჭიროა მათი გახეშავება. სხვათა შორის უკვე გახეშავებულიც არსებობს. მე ჩვეულებრივ ვახეშავ ლითონის ჯაგრისით, ხოლო კოლეგამ როგორც ჩანს, კიდევ უფრო მარტივი და სწრაფი გზა იპოვა. ხერხის დიოთი გახეშვის პროცესს არც კი ვაჩქარებ. მაგრამ ძალიან სწრაფად. ამას აუცილებლად გავითვალისწინებ. ნულები. დავიდა 2, 3. ეს ნიშნავს, რომ ჩაწერა, ხო ასეა? უბრალოდ 2. კარი ძალიან მტკიცე აღმოჩნდა. წარმოვიდგინე, ეხლა რომ დამერტყა და გაეფლინა, ბეტონით დავასვარე, როცა ფუნდამენტს ვაკეთებდი, აი ამ კარის სარგებლობა იმაშია, რომ შეგიძლია გადარება. ასევე მოსახერხებელი იქნება ამ კედელთანაც. აბჯერ არ ვაკაკუნებ, იმიტომ რომ აქჯერ ადრე აკაკუნე. აი ეს. პლინ ნეტა მაგარია რა. მომწონს, თავიდან არ მომწონდა. იმიტომ რომ ასე იყო. და ყოველ ჯერზე როცა რამეს ვაკეთებ ამისგან, გონია რომ არაფერი გამომივა. ან უცნობია რა გამოვა. უბრალოდ იმედს ვიტოვეთ. იმედით ცხოვრობ. აი ეს. ამი ჯერ კიდევ ტრაპეჩეცა ყველაფერი. ო ასე. საკმაოდ ელასტიკურია. ანუ ზომა 4.80-ზე 8.15 გარედან. ესე იგი შიგნითაც თითქმის იგივეა.
ჩემი აზრით სახლზე დიდია. ხო, გამოდის ასე, თითქმის როგორც სახლი. სახლი 6x6-ია, მაგრამ რეალურად ნაკლებია ვიდრე 6x6 გამოდის, იმიტომ რომ ეს მორები 6 მეტრიანი. მაგრამ ისენი ხო გადმოდის, პლუს მათი სისქე აქ მეტია კვადრატულობით და იქნება 2 სართულად. არ ვიცი, როგორ იქნება ეს კარად, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. საერთოდ შემეძლო აშენება ნებისმიერი მასალისგან თეორიულად. ქონდა შესაძლებლობა ბლოკებითაც დამეწყო მშენებლობა, მაგრამ მივხვდი, რომ მომთხინდებოდა. შემეძლო გამომეყენებინა რაღაცა მაგალითად იაფი, მაგრამ ძალიან შრომატევადი მშენებლობის ვარიანტები. დავასახელო ისინი. მაგალითად ნახერხი, ბეტონი, იქ შეიძლება თუნდაც ამადგან, დროხის ნეხვისგან, თიხის მოლებისგან. მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად შრომატევადია. საქმე ის კი არის, თითქოს ამის გაკეთება მეზარებოდეს, მაგრამ მე ჩემი ხასიათი ვიცი. მეორე ან მესამე დღეს თუ დავირლები, როცა ერთსა და იმავეს ვაკეთებ. აქ ესეთი მრავალფეროვნებაა. ხოლო, შენი აზრით, ეს რევოლუციური მეთოდია, ხო ესე? იქ ექსტრუზიული პენოპოლისტიროლით, საერთოდ ბუნებით რევოლუციონერი ვარ. ჩვენს რიგებში ახალი წევრი ყავს. მადლობა. კონსტანტინმა ზემოთ ნათქვამი ეს მნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მე შევძელი მისი დაინფიცირება ამ გადამდები იდეით. მინიმალური რესურსებითა და ძალისხმევით აშკარა სამშენებლო შედეგების მიღწევის შესახებ. მეგობარმა მიამბო, როგორ დააფიქსირა პირველი რიგის ფურცლები. პენოპლასტის დაფების მონტაჟისას ისინი დააშვა ფუნდამენტის ფოლადის ღეროებზე, რომელიც არამოხსნადი ყალიბის მეთოდით იყო გაკეთებული. ისიც ექსტრუდირებული პენოპოლის ტიროლისგან იყო. მეგობრებო, კონსტანტინი ძალიან კარგ სამსახურს გაგვიწევს ამ რევოლუციური მეთოდის გამოცდისა და გავრცელების საქმეში. უფრო მეტიც უკვე გაგვიწია ეს სამსახური. როგორ? ალბათ ბევრმა უკვე გაიგო. თავარია, ეხლა არინანოს. როცა სულიად უარი თქვა ყველა კლასიკურ სამშენებლო მასალადრომლაზე, რომლითაც ასევე შეეძლო აეშენა. იმედი მაქვს ასე არ მოხდება. არც ინტერესი დაკარგოს და მეგობარმა დაასრულოს ის, რაც წარმოიდგინა. და მე არ დამიწყოს საყვედურები იმის გამო, რომ მე რბილად მიუბიძგე ამ გზისკენ. ბევრს ალბათ სმენია რბილი ძალის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ის მართლაც არსებობს. სანამ ზოგიერთი დივანზე წერს გაბრაზებულ კომენტარებს და უკეთეს დროს ელოდება, ამართლებენ თავიანთ უმოქმედობას და საკმარისი სახსრების არ ქონათ მშენებლობის დასაწყებად, კონსტანტინე იხენებს ამ იაფ და ეფექტურ მეთოდს და აშენებს. პირველი რიგი უკვე გაკეთებულია, სწორედ მასზე მიდის ყველაზე მეტი დრო და ყველაზე მეტი კაფი. აქ უკვე დავდბი ნაჭერი. ეს იქნება გადაბმისთვის. იმიტომ რომ შენობა იგეგმება მუდმივი საცხოვრებლად და თანაც ორსართულიანი, კონსტანტინმა გადაწყვიტა გამოიტანოს ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლი 10 სანტიმეტრის სისქი. კაფი, რა თქმა უნდა, არ დამითვლია. კაფი მეტი უნდა ამეღო. მეორე რიგის დადება ბევრად უფრო ადვილია ვიდრე პირველის. მართლა. აქ უკვე ყველაფერი მოსახერხებელია. ტიპა, ჩუქ-ჩირკ და წავიდა. სილამაზეა ეს. უკვე რაღაცი მშენებლობასაც კი გავს. სილამაზე, მეტი არაფერი. კარგი, როცა ასეთი მეგობრები ყავს. ამერიკელი როცა ცოლთან ჩხუბობს, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში ჩანს. მიდის ლას-ვეგასში, ცხოვრობს სასტუმროში და სტრესს კაზინოში იხსნის. ჩვენთან პოსტდაბჭოთა ხალხთან ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენი ბელორუსული ასკეტური ცხოვრების წესი, რომელიც განვითარებულ სოციალიზმს გავს, დაბალი შემოსავლების გამო ასეთ მორალულ გახსნას არ უთხოვს ხელს. რისთვის მჭირდება ეს ლას-ვეგასი? სოდომსა და გომორას გავს. დიადგილებული სასმენო რა გვინდა, როცა კარგი მეგობარი ყავს, რომელსაც რამით უფასოდ შეგვიძლია დავსჭეთ. თუ ცოტა დავეხმარებით, თუმრად მთელი კვირაც კი შეგვიძლია ვიყოთ, თანაც სინდისის კენჯინის გარეშე. კონსტანტინს კიდევ არ აქვს რულეტკა, როგორც ლას-ვეგასის კაზინოში. ამიტომაც არ არსებობს რისკი, რომ ყველაფერი წააგო. ან იქნება აქვს კიდევ რულეტკა, არ მეკითხავს. სამშენებლო რულეტკა მას ნამდვილად აქვს, მაგრამ ძალიან იშვიათად იქენებს. ალბათ იმიტომ, რომ თვალზომა ზუსტი აქვს. თვითმცველები საერთოდ ძნელად შედის, გზნობ? კონსტანტინე არა მხოლოდ თვითნასწავლი მშენებელია, არამედ 7 ვარის მამაცა, რომლებიც მეუღლესთან ერთად ჩვენს ბელორუსულ დედაქალაქში, გმირი ქალაქ მინსკში ცხოვრობენ. ერთი სიტყვით, ნამდვილად უნიკალური ადამიანია. ამ კედლების მშენებლობის ვიდეო უკვე გამოჩნდა კონსტანტინის არხზე, პატინის უსადბა. რამაც ზარმაცების აღშფოთება და კეთილი ადამიანების დამიანების, განსაკუთრებით ექსპერიმენტების მის მოყვარულთა დიდი მოტონება გამოიწვია. თავის არხზე ჩემი მეგობარი ყვება, როგორ აშენებს ეკოგასტრო უსადბას, იმ ადგილზე, სადაც ადრე მისი პირადი ფერმერული მეურნეობა იყო, რომელიც ფერხზე დადგომას ვერ მოასწრო და მოულოდნელად გაკოტრდა. ყველაფერი მხოლოდ საკუთარი ძალებით და იმით, რასაც შეძლებს, იაფად შეიძინოს.
არხიზმული ვიდეოს გემოთ დავტოვეთ. კონსტანტინე გამოცდილი ბაქშის მეპატრონია და მან მირჩია შესანიშნავი გზა, როგორ ვეყიდო საჭირო კაცური ნივთები რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში ისე, რომ ცოლი წინააღმდეგი არ ეკოს და ვეტოს უფლება არ გამოიყენოს. სახში დაბრუნებისთანავე მაშინვე მეგობრით შევით ვისარგებლე. ამისთვის შემდეგი გავაკეთე. შევედი ინტერნეტ მაღაზიაში 7 თესლი. თესლების კატალოგში ცოლთან ერთად ავარჩიე ჩვენი საყვარელი კიტრი ბაიკონურ. და არანაკლი საყვარელი გუზია P, F, 1. არ დავიშვე და კალათ ახალი სეზონისთვის სხვადასხვა თესლი დავავსე. ამით უკვე დავიწყე ჩემი მეორე ნახევრის სიფხიზმის მოდუნება. შემდეგ გადავედი კატალოგის განყოფილებაში ყველაფერი ნერგებისთვის და ქვეგანყოფილებაში ფიტოსანათებლები კალათაში ჩავამატე ჩემი ცოლის დიდი ხნის ოცნება. მრავალსპექტრალური ფიტოსანათებელი უახლესი თაობის დიოდებით. რუსული კომპანიის ზიომასკა. და ბოლოს თითქმის სხვათა შორის შევიხედე კატეგორიაში ბაღის ტექნიკა. სადაც განყოფილებაში ხერხები სწრაფად ავირჩიე წინასწარ შერჩეული აკუმულატორული ჯაჭვური ხერხი Greenworks-ისგან და სწრაფად გავაფორმე შეკვეთ. საქმე გაკეთებულია. თესლი უმნიშვნელოვანესი რესურსია განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში. ბრენდული წინსაფარიც კი უკვე მეუღლეს საჩუქრად გამოუგზავნეს. ნერგების სეზონამდე დროა მიკროტვანელი გაზარდო. 7 თესლი უფასოდ აწვდის პროდუქტებს მთელ რუსეთში. უფასო მეთოდების პირობებს თქვენთვის საჭირო რეგიონში შეგიძლიათ გაიცნოთ ვებგვერდზე. ასევე აწვდიან ჩვენს ბელარუსშიც და ყაზახეთშიც. შეკვეთის გადახდა შესაძლებელია ნაწილებად. ეს კრედიტი არ არის, უბრალოდ თანხა იყოფა 4 ნაწილად კომისიებისა და დამატებითი გადასახადების გარეშე. დიდი შენადენების შემთხვევაში ეს ძალიან მოსახერხებელი. სანათი ზიომა ნამდვილად სრულად რუსულია. ეხლა ის იმუშავებს და გაანათებს ჩვენი მწვანელისთვის. ინტერნეტ მაღაზია 7 თესლის მუს ტოვებ ვიდეოს ქვემოთ. პრომოკოდით GOSIAK 10 დეკემბრამდე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. ზიომა ანათებს, ხოლო გარეთ თითქმის ზამთარია. აკუმულატორული ჯაჭვური ხერხი Greenworks უნდა დაეხმაროს ახალ ექსპერიმენტებს იაფ მშენებლობაში. მაგვშვიდია რომ ბლინოჩურკაზე ვცადო. ასე ჩემმა მეგობარმა უკვე შეიძინა ბაგის ინვენტარისა და ინსტრუმენტების დიდი ასორტიმენტი. ჩემ შემთხვევაში ამ მეთოდმა მუშავა, ასე რომ გირჩევთ. ეს მოგვიანებით იქნება, ახლა კი კედლებს დაუბრუნდეთ. მეც ძალიან მომინდა ამ კედლების აშენებაში მონაწილეობის მიღება. ჩანდაბა, დაძინება არ გამოვა. ამ მეთოდით კაფის ბალონი ცვლის ბევრ ბეტონის მოზავებას, რაც ჩვეულებრივ მეთოდებში ბეტონშემრევით კეთდება. აბა როგორია თქვენი შტაბეჭდილებები? შტამბეჭდავი. ენოპოლისტიროლის მონტაჟისას თვიმა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ტენიანობა კიდევ უფრო უწყობს ხელს წებოვანი კაფის სწრაფად გამაგრება. როცა გასულ ზამთარს მეგობარმა გამიზიარა გეგმა გასტროეკომამულის აშენების შესახებ, სჩევა მივეცი, რომ მას შეიძლება დაეხმაროს და გამოადლეს ერთი რამ, ეს არის ექსტრუზიული პენოპოლისტიროლი. კონსტანტინე აქტიურად დაიწყო ამ მასალის გამოყენება და მისი საქმეები აშკარად წინ წავიდა. დასკვნამდე მივედით, რომ ასეთი მშენებლობის მეთოდი შესანიშნავად შეეფერება ზარმაცებს. მომავალი მამულის მთავარი მიმართულება იქნება გასტრონომია. ამიტომ ჩემი მეგობარი მუდმივად აუმჯობესებს თავის კულინარიულ უნარებს. მისი ძლიერი მხარე ნამდვილი იტალიური პიცის მომზადებაა და ამ კერძის სამშობლოდ ხალხისადმი სიყვარულით შთაგონებულმა კონსტანტინი ღელავდა უბრალო იტალიელებზე, რომ ისინი მომავალ ზამთარს გაზის გარაშე შეიძლება გაგაიყინონ. მაგრამ კადრებმა, რომლებიც გასულ ზამთარს გადავეგე ჩემი მეორე ახისთვის, მეგობარი დაამშვიდა. უბრალო ბიჭები, მზარეულები, პიცის მომზადების სპეციალისტები და გონდოლიერები ნამდვილად არ გაიყინებიან. ეს არის მომენტები, რომლებიც ესპანეთში თებერვალშია გადაღებული. იქაც გაზის გარეშე მუშახალს გადარჩენა უწევს, ხოლო ბურჟუებზე ჩვენ დიდად არ ვდარდო. ამიტომ შეიხედეთ მეორე აღზეც, ბმული ვიდეოს ქვეშა. როცა კონსტანტინმა მითხრა, რომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება კედლების ექსტრუზიული პენოპოლისტიროლისგან აშენების შესახებ, უთხრა, რომ ამ შემთხვევაში ის შესაძლოა პირველი იქნება მსხვილი პანელურ მშენებლობაში FPS-ის გამოყენებით. მეგობარს როგორც ჩანს, ეს ძალიან მოეწონა. და ახლა ვიდეოდან ვიდეომდე სულ უფრო ხმამაღლა უთოდებს თავს ტოპ პიონერად მსხვილპანელურ მშენებლობაში. ხან ამ მეთოდის მსხვილპანელური მშენებლობის პიონერად, ხანაც ავანტიურისტად, ხან კი უბრალოდ პიონერად.
ასეთია ცხოვრება. ვიღაცა დიდ გამოგონებას აკეთებს, მაგალითად გამოიგონებს ნატურას, ვიღაც კი მას ნატურას ან ილიჩის ნატურას უწოდებს. ამიტომ მთელი საბჭოთა ბავშვობა ვფიქრობდი, რომ ნატურა ლენინმა გამოიგონა. სასიამოვნოა ერთი რამ. როგორც არ უნდა უთოდელდეს ვინმე თავს, ინფორმაცია ამ იაფი მშენებლობის მეთოდის შესახებ ელვის სისწრაფით ვრცელდება ხალხში. ვრცელდება ხალხში. მაგრამ ჩვენს გულუბრყნოები არ ვართ და ჩემი მეგობრის დიდებისკენ სწრაფის გამოყენებით შევძელით მნიშვნელოვნად წასულიყავით წინ ჩვენს კვლევებში, ასევე მათი პოპულარიზაციაში. ასეთი იყო ჩემი საწყისი გეგმაც და ის გამომივიდა. რბილი ძალაა თუმცა. ეხლა ჩემი მეგობრის და ცოტა ჩემი ხელების წყალუწყალობით, რომელთა ენერგიაც კარგ საქმეს მოვახმარეთ, დამტკიცებულია, რომ ჩარჩოს გარეშე კედლები ექსტრუდირებული პოლისტიროლის გამოყენებით სრულიად რეალურია. ამ ექსპერიმენტისთვის ჩვენს 15 სოტკაზე, რომელიც უკვე საკმაოდ კარგად იყო ათვისებული, ადგილი ცოტა იყო, ხოლო კონსტანტის მთელი ჰექტარი მიწა აქვს. ეხლა კაცობრიობის მთელი პროგრესული ნაწილი ამ მშენებლობის შედეგს ელოდება, რადგან მიზნები ამბიციურია. ორსართულიანი ნაგებობაა. სხვათა შორის ნაწილობრივ ამ თანამედროვე ინოვაციების წყალობით ჩემმა არხმა ყურადღება მიიპყრო და ზოგადად ნომინირებული იყო 2022 წლის საუკეთესო დი-ბლოგერის ჯილის ჯილდოზე, რომელსაც ატარებს ზე ინსტრუმენტირო. ძალიან მადლიერი ვიქნები თუ გადახავთ ამ ვიდეოს ქვემოთ მოცემულ ბულზე, ჩამოვაყოლებთ გვერდს ქვემოთ სექციამდე ვაშენებთ თვითონ, ნახავთ ჩემს არხს და აქ ასე დააჭერთ და მისცემთ ხმას ჩემთვის. ხმის მიცემა შესაძლებელია ნოემბრის ბოლომდე. წინასწარ დიდი მადლობა. ეხლა კი ტესტირებას ჩავატარებ. ტესტირებისთვის, რა თქმა უნდა, კედელზე დადება მინდოდა, მაგრამ რისთვის უნდა გავაკეთოთ ეს? ალბათ ნორმალურად უნდა გამოვცადოთ. კონსტანტინე თითქმის ტიროდა. ასეთია პიონერის მძიმე ხვედრი. ერთი საქმეა, როცა უკვე გაკვალულ გზაზე მიდიხარ, სულ სხვა, როცა მართლა რაღაც ახალს იგონებ. უკვე მაქვს იდეა, როგორ გავაკეთო იაფი და ტექნოლოგიური გადახურვის კოჭი, მაგრამ მინდა შანსი მივცე ჩემს მეგობარ პიონერს, რომ თავისი საიმედო ბალკა გამოიგონოს. და ასევე ძალიან გაგვიხარდება თქვენი რჩევებიც. ორი თავი უკეთესია. მაგალითად 2000 ბევრად უკეთესია. იქნებ თქვენ კიდევ უფრო მაგარი ვარიანტები გაქვთ, იმ ვიდეოს ქვეშ კონსტანტინეს, იმ ვიდეოს ქვეშ დატოვებული უამრავი და მრავალფეროვანი კომენტარებიდან მივხვდი, რომ ყველაზე კარგად ჩვენი თანამემამულეები თანაგზნობას მაშინ გამოხატავენ, როცა ვინმეს რაღაც არ გამოსთვის და ეს ძალიან ფასეულია. და რადგან გულში მე გამოუსწორებელი იუთუბერი ვარ და მაყურებელთა რაოდენობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაშინათვე გამიშდა იდეა, რომ იაშა კოსიკის ახსა თალკე რუბრიკა შევქმნა და დავარქვა მაგალითად კოსიკები იაშა კოსიკის და მგონია, რომ მაშინ მილიონი გაუნწერი აღარ იქნება შორს. არის ასევე შესანიშნავი იდეა ბალკისთვის, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გართდეს. აი მე თითქმის ყველაფერში ვიყენებ პენოპლექს, ხოლო ტუალეტის ქაღალდისთვის არ ვიტენებ. მაგრამ სახლი ხო სახლია. ეს სახლი ძალიან იაფად დამიჯდა და აქ იცხოვრებს ჩემი საყვარელი მეგობარი ჟულიკი. მაგრამ ჯერჯერობით ჟულიკმა დააშავა და აქ ცხოვრობს. აი ჟულიკი, რატო იქცეოდი ასე ცუდად, ჰა? რატომ გეჭავდი სადგომს? სადგომს არ გეჭავდა, ჯაჭვს იხსნიდა. თქვენს ყურადღებას ფავაზობთ ფანჩატოს. დამზადებულია სამწუხაროდ არა. ის დამზადებულია პალეტებისა და ძველი იატაკის დაფისგან. მოგესალმებით, იატაკისეული დაფა, მეუბნები რომ ეს არასწორია. სწორია, იატაკის დაფა. აი ეს იატაკის დაფები, ეს ყველაფერი პალეტებია. სკამებიც, ყველაფერი. დანიც, ყველაფერი პალეტებისგანაა გაკეთებული. აქ უკვე რამდენჯერმე გაერთნენ, ეხლა მაგიდების გადაღებაა საჭირო. აი ესეა, მაგრამ მთლიანობაში აქ ძალიან მომწონს, აქ ძალიან კარგი დასასვენებელი ზონა გამოვიდა. აქ ღამით მზის ბატარეებზე განათება ირთვება. აი გირლანდა, ჩირაღდნები, ტორჩები. ხო? მე გაზაფხულზე აქ დავდგე. დროებით. აი მანგალია. ძალიან ძვირია.
მაგრამ ძალიან ლამაზია. ეს არის ქვაბის ზღუმელი, მე თვითონ გავაკეთე. ქვაბი მე თვითონ არ გამიკეთებია. აქ ყველაფერი ძალიან მოსახერხებელია. შეიძლება სხვადასხვა ზომაზე. აი ესაც ძალიან მოეწონათ ჩვენს ბავშვებს. იმიტომ რომ აქ შეიძლება მათი კოსმოსში გაგზავნა, ატრიალებ და მე უკან ბრუნდები. და ვესტიბულარული აპარატის ვარჯიში ხდება. აი მუსიკა დაიცადე. ეს ძალიან მოსახერხებელი ტუალეტია. პრაქტიკულად უსუნოა. იმიტომ რომ აქ არის გამწოვი, აქ არის პანორამული სახურავი. დიახ, სიცხეში აქ ცოტა ცხელი ხდება, მაგრამ საკმარისია კარის გაღება და პრინციპში იშლება მშვენიერი ხედი დღეს. და აქ მაშინვე ბევრი სუფთა ჰაერი შემოდის. სუფთა ცივი გრილი. სამაგეროთ ესეთ ამინჩი როგორც ეხლა, აქ ბევრად თბილა ვიდრე გარეთ. ბევრად, იმიტომ რომ მართლა თბილია. და ეს ტუალეტი აჩვენებს კარგ ხმის იზოლაციას. ანუ აქ ხმის იზოლაციის პარამეტრები მართლა კარგია. როცა გარშემო ტრიმედები თიბავდნენ, აქ შეიძლებოდა სიჩუმეში და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. გააზრო სხვადასხვა გეგმები. გაანალიზო განვლილი დღეები, მაშინ ისიც პენოპლექსისგანაა. ექსტრუდირებული პოლისტიროლისგანაა, 30-იანისგან. მაგრამ თითქოს ხისა. ადამიანები წინ დაუხედავები იყვნენ, პროგნოზირებდნენ, რომ მას ქარი წაიღებდა. მაგრამ მან, ჩემი აზრით, წელს 3 ქარიშხალი გადაიტანა. გვერდით ხეები მოტეხა. ხოლო ტუალეტი დგას. კიდე მითხეს, რომ აქ შეიძლება ჩავარდე, მაგრამ ჩემს არხზე დეტალურად ავხსენი, რატომ არავის შეუძლია აქ ჩავარდნა. და არასდროს ჩავარდება. დიდი მოწონება დატოვეთ. გამოიწერეთ არხი პესნი აშეკი აშიკოსიაკა და არხი ბატინა უსადბა. გამოიწერეთ ჩემი მეორე არხიც, ასევე ძენზე და TikTok-ზე. ყველა ბმული ვიდეოს ქვეშაა. დააჭირეთ ზარსაც და მაშინ აუცილებლად შეგატყობინებთ. თელ მსოფლიოში მშვიდობას უფერდეს. მადლობა. საავტორო უფლებების გამო მუსიკალურ ნაწარმოებებზე სპეციალურად ბევრად უარესად ვგეროდით, ვიდრე შეგვიძლია. თორემ შეიძლება YouTube-ისგან გაფრთხილება მივიღოთ. მაგრამ მისალმება გაიჭრა და მაგიდაზე დაიცი. ცოტა ჭამა, მერე კი ნაცარში გაგორდა. მოკლული სიმღერების სიმღერე. ხო, თავისებურად. იქ ასე ვიწრო არა. მოდი ძბაო, ჩაგეხუტო. დამწვალს ღია მინდორში აღარ წვავენ. ანგელოზები ვასილიკებში, ჩვენ კი თავისუფლებაზე ვართ. არც იგორია, არც სევდა.